I can only say that thank you for the honor. 20 წლიანი უმოწყალო პოლიტიკური განდევნის შემდეგ ამერიკაში პირველად დაბრუნებულმა 82 წლის შემოქმედმა ეს სიტყვები აცრემლებული თვალებით და ხმის კანკალით წარმოთქვა. 1972 წლის ოსკარების ცერემონიაზე ლოს-ანჯელესის მუსიკალური ცენტრის გრანდიოზულ დარბაზში ფიზიკურად დასუსტებული გენიის წინაშე შეკრებილი მსოფლიო ელიტა ფეხზე შეუფერხებლად იდგა. წუთიანი კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტაში წლების წინ შეგნებულად დავიწყებული კაცის მიმართ სამყაროს აბსოლუტურ კაპიტულაციას ნიშნავდა. ამ უკიდეგან ოვაციაში ლონდონის ნესტიანი ქუჩების შიმშილი, დედის სიგიჟე და ობოლთა თავშესაფრის მთელი ტრაგედია ერთიანად ექცეოდა. კაცმა, რომელმაც ადამიანებს საკუთარი ტკივილი უსიტყვოდ გაუზიარა, ინდუსტრიული ჰოლივუდის დაუნდობელი მანქანა სრულად დააჩუქა. თუმცა ამ ისტორიულ ტრიუმფამდე მისასვლელმა გზამ ადამიანური მარტოობით სავსე სევდისფერ რეალობაზე გაიარა. ძველი კინოპროექტორის რიტმული წკაპული ბავშვობის კოშმარებს მის გონებაში უმოწყალოდ ფარავდა. წარმოუდგენელმა სიღატაკემ ამ ადამიანის ბუნებაში გადარჩენის დაუნდობელი ბიზნეს ინსტინქტი გამოაღვიძა. ინგლისის მიკარგული თეატრებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულმა ემიგრანტმა ახლად შექმნილი ინდუსტრიის კოლოსალური კომერციული პოტენციალი მყისიერად დაინახა. საკუთარი უმძიმესი ტრაგედია მან მილიონიან იმპერიად ოსტატურად გარდაქმნა. ყველაფერი სრულიად წარმოუდგენელი ფინანსური გარღვევით დაიწყო. 1913 წელს ქისტოუნის სტუდიაში გადადგმული პირველი ნაბიჯები კვირაში $150 ფასდებოდა. მაყურებლის უპრეცედენტო რეაქცია მისი პერსონალური საბაზრო კაპიტალიზაცია მომენტალურად გაზარდა. ზუსტად 1 წელიწადში კომპანია ესეინისიმ მასთან კონტრაქტი კვირაში $1050 და $10,000 ბონუსით გააფორმა. ინდუსტრიული რყევა 1916 წელს Mutual Film-თან გაფორმებული ისტორიული ხელშეკრულებით დაიწყო. კვირაში $10,000 და $150,000 ხელზე მისაღები პრემია მას პლანეტის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ადამიანად აქცევდა. წლიურმა შემოსავალმა $670,000, დღევანდელი ეკვივალენტით ათეულობით მილიონს გადააჭარბა. ამ კოლოსალურმა რიცხვებმა ამერიკული ბიზნესის სტრუქტურა ძირფესვიანად შეარყია. 1917 წელს First National-თან დადებულმა $1,000,000-იანმა ხელშეკრულებამ კი ინდუსტრიის წესების სამუდამოდ შეცვალა. You are not machines, you are not cattle, you are men. ფინანსური დამოუკიდებლობისთანავე მან სისტემას საკუთარი თამაშის წესებიც უკარნახა. 1919 წელს United Artists-ის დაარსებით მაწანწალამ ჰოლივუდის გიგანტური მანქანა საკუთარ ნებაზე საბოლოოდ დაიმორჩილა. მისი უზარმაზარი სიმდიდრე უბრალო საბანკო ანგარიშებით ნამდვილად არ შემოიფარგლებოდა. $50 მილიონ-ზე მეტად შეფასებული პერსონალური აქტივები დღევანდელი ეკვივალენტით $500 მილიონს უპრობლემოდ უტოლდებოდა. Beverly Hills-ზე მდებარე მდიდრული ფილები და Wall-Street-ის აქციები მის იმპერიას ურყევა დამაგრებდა. თუმცა ყველაზე ძვირფასი კაპიტალი მაინც საკუთარ ფილმებზე მოპოვებული საავტორო უფლებების 100%-იანი მონოპოლია იყო. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაყიდული თითოეული ბილეთი მის პირად ხაზინას უწყვეტა დავსებდა. ამ აბსოლუტური ძალაუფლებისა და სიმდიდრის მიუხედავად მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა პოლიტიკურმა პარანოიამ ეს გრანდიოზული იმპერია შეარყია. ამერიკულმა სისტემამ ინდუსტრიალიზაციის დაუნდობელი კრიტიკა ეკრანიდან პირად იდეოლოგიურ საფრთხედ აღიქვა. უშიშროების აპარატის განუწყვეტელი დევნის შედეგად სისტემამ შემოქმედი ქვეყნიდან იძულებით განდევნა. საპასუხოდ კი მილიონიანი იმპერიის მფლობელმა ტოქსიკურ სახელმწიფო მექანიზმთა კავშირი კატეგორიულად გაწყვიტა. Little bit faint. შვეიცარიაში ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე 14 ჰექტარზე გადაჭიმული მამული მის ახალ სამეფო რეზიდენციად იქცა. წლების განმავლობაში შეგნებული იზოლაციის მიუხედავად ამერიკის კინოაკადემიამ საკუთარი მძიმე შეცდომა საჯაროდ აღიარა მაწანწალას. დახეული ფეხსაცმლების მიღმა პლანეტის გავლენიანი მაგნატი მარადიულად იმალებოდა. ეს იყო კაცი, რომელმაც ფინანსური სიძლიერით აბსოლუტური შემოქმედებითი თავისუფლება სამუდამოდ დაიკანონა. აცრემლებული, მდუმარე შემოქმედის წინაშე ატეხილი ოსკარების ისტორიული ტაში, მის განვლილ, ტანჯვითა და მილიონებით სავსე გზას ყველაზე წრფელი და უფარავი სიყვარულით საბოლოოდ აგვირგვინებდა.